კაი მწვადი ვჭამეთ, კაი ასკილი ჩაი დავლიეთ. კარგად ღილზე ვიყავით, კარგად დავისვენეთ. ცოტა რაღაცეები დავაპეთ, დავხერხეთ. ამიტომ ჩვენიერია.
გახართ, როგორც ხედავთ, კაი ხნის პაუზის მერე ისევ და ისევ ახალი ჩართვა. კაი ამინდი გამოვიდა და იმედი ეხლა გაგრძელდება, იმიტომ რომ ვერ გავდა ვიარო, თან მიზეზი დამემატა, ეხლა რის გამოც გამოვედი ცოტა აქეთ ფილისთან ახლოს, მეგობრის დახმარებით, ესეთი მაგარი ტენტი გამოვიწერე, ჩამომივიდა, კარავიც მაქვს გამოწერილი დასადგამი, მაგრამ ჩვენ და სამწუხაროდ ამ მანქანისთვის ძალიან გრძელი აღმოჩნდა, ვერ გავთვალე. ხო და რავი, სანამ წინა ვიდეოში თქვი, ამ მანქანას გავყიდი და სხვა რამეს ვიყიდი, მანამდე ვერ მოვითმინე, დავაყენე ტენტი და ხაკი ნახავდით ვიდეოებს და კადრებს, როგორ მოუხდა ამ პატარა მანქანასაც კი. ხა ნუ ამ ტენტზე ესე რომ ვთქვათ, თუ მკითხავთ, გეტყვით იმას, რომ მეგობარი დამეხმარა და ესე დეტალურად რო გავყვეთ და ეს დამინჯდა აქედან იქიდან, ანუ არ არის მაგაზე, იმიტომ რომ გააჩნია რა ზომებს იწერთ, გააჩნია საიდან იწერთ, რა ხარისხს იწერთ, აი ძალიან ბევრი ნიუანსია რა. ერთი იმას გეტყვით, რომ ალიბაბაზეა ნაყიდი რა. მე ეგ ტრანსპორტირება უწევს, ანუ ეგეც რომელ კომპანიას ჩამოატაინებთ რაღაც და მაინც ყველაფერი ინდივიდუალურია და ჯობია რომ ეგ თქვენ თვითონ გაიაროთ რა. თუ რამე კითხვა გექნებათ, მაგას არასდროს არ დაგზარდებით, მომწერეთ, პრობლემებად გიპასუხებთ, არ არის პრობლემა. ეხლა რაღაცები მინდა ჩემი თემუდა გამოწერილი ბაგი და გავშალო, გავშილი აქ პატარათი და მე რაღაცებს ვიფუსფუსებ რა. კადრებად კი ნახავთ ამ ყველაფერს. აი ეს ყველაფერი არის აი უდიდესი სიამოვნება. აქ ახლა სხვათა შორის ისეთ ადგილზე ვარ. შეიძლება მელამ ჩამოიაროს, ტურამ ჩამოიაროს. გელი არ ამგონია. ნუ არ ამგონია რა, არ მოვათორე. ფრთხილია ეგ. მელა და ტურაც ძირითადად ღამე გამოდის, მაგრამ მელამ შეიძლება ჩამოირბინოს, ან კურდღელმა. კურდღელი შეიძლება. ეგრევე გამოირბენს თუ არა, ეგრევე შამფურზე წამოეცმევა კურდღელი და ოპა ცეცხლზე. ხო, კიდე ამ მოდელზე ის არ მომეწონა, რომ თვითონ ამ ტენტს გასაშლელს ზუსტად უკანა მხრიდან აქვს შესასვლელი კარავში. ხო და შესაბამისად ეს საბარგული უნდა დაკეტო, რომ ახვიდე. ისე ვერ ახვალ. და აი გვერდით რო ეღება, საბარგული გვერდით რო ეღება, ეგ ძალიან კაი პლუსია, იმიტომ რომ გვერდით რო გააღებ, ანუ თვითონ ამ ტენტსაც ხო შემოაკრავ კრუგში რამეს და მე იქიდან იქნება შესასვლელი ეგრევე კარავში რა. ანუ ის იქნება გარემო, რომ გარეთ გასვლა აღარ მოგიწევს რა. შიგნით იქნება ოთახივით, თბილად, ქარი არ იქნება არაფერი, ამ ფეჭს დადგავა რაღაც, გათბება და იქიდან ეგრევე შეძურები კარავში ძირის დრო რომ მოვა. იქნება სუპერ. აი ესეთი ჩასარჭობები მოყვა და ძალიან მაგარია. სხვათა შორის, ანუ ესეთ ხარისხს არ ველოდი რა. აქ ახლა კარვებს რომ მოყვება, ჩაქვშო დაარტყო შუაზე იღუნება და ესენი ძალიან კაი ხარისხიანია და ესეც თოკებიც კაი ხარისხია. ესეც თემუდან მაქვს გამოწერილი. ძალიან მაგარი რაღაცა, კომფორტულია ძალიან.
აი ესეთი მაგარი ხერხი მაქვს ნაყიდი ერთი ცალი. ხა მინდა მოუჭრა პატარა ტოტი. აი ამოსარევივით რაღაცა გავაკეთო. ხორცო შევწო, რომ აი ეს გადმოატრიალო. არ წამომიღია სახში დამჩა და გავაკეთებ ბუნებრივად. ესეც ასე დაგიბრუნდით ცოტა ოდენი წვალების შემდეგ. მოჭერი ერთი რიგითი ტოტი, ხე არ არის ტოტია პატარა. ამისგან გავაკეთებ პატარა კოზისავით, კოზი არ ამოსარევი რა. ნახოთ რა გამოვა. იქ პატარა კუნძი მეგულებოდა. ჩავალ ამოვიტანო. ნაჯახით კარგად გამოვთალო. ან დავჭრა, ან რა მოვქნა. უბრალოდ ისეთი ეკლებია, რომ მედია ჩავალ. ისეთი ადგილიდან ამოვათრი. აღარც კუნძი მინდა. აღარც არაფერი. აი ეს დანა იმდენი ხნის უკან მაჩუქეს, რომ არ მახსოვს საერთოდ ვინ მაჩუქა. ალბათ ერთი 15 წლის უკან მაჩუქეს ეს დანა. მე და ვინახავდი და ეხლა დამჭირდა სტანლესი. ნუ ეს ბრენდია. საერთოდ ოღონ მე გადავაკეთე, სხვანაირად იყოს. კარგად ის. აქ ჩემ მოწმებია. და ისე წამოვიდე. კარგად ის. 24 საათი ვიჯექი ხოლმე და უყურებდი ვიდეოებს. ეს რაღაცებს რა უნებაში რო გადიოდნენ, იჯდნენ თავისთვის წყნარად რაღაცებს აკეთებდნენ და მეც რავი გადავწყვიტე რომ მეც გამეკეთებინე რა მიშლის. ამდენი წელია ვიღებ აპარატურა ყველაფერი მაქვს. ეს მოგზაურობდი ყოველთვის. მეც ეგ იყო რომ არ ვიღებდი რა. ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე ყოველთვის მობეზრებული მქონდა და გადაღება და ეხლა რა ვიცი ვიღებ. არო შენ კაი საქმეს აკეთებ, თან ისვენებ და თან შემოსავალი გაქვს, უკვე კაი რაღაცა. ნუ ჯერა შემოსავალი მაქვს, ამით არაფერი არ მაქვს შემოსავალი. მაგრამ რა იცი რა ხდება. ჩემი რჩევა იქნება, როდესაც ესე თლით არასდროს არ ჩამოუსვათ ეს. იმიტომ რომ ყოფილი შემთხვევები აი ამ ჩამოსმის გამო გადაისმევ ხელს. შემთხვევაში აქ უსმევ, იმიტომ რომ ეს მეორე ფეხი აქვს და არსად არ წავა, მაგრამ აი ესეთ მდგომარეობაში ჩამოსმა ძალიან საფრთხილოა, იმიტომ რომ ელევა გადაისვათ ზედ ხელს. დღეს ამას ბოლომდე ვერ გავაკეთებ, მაგრამ აუცილებლად ამისგან რა გამოვა ბოლოს დაჩვენებთ.
იმიტომ რომ აი ეს გამოგვივიდა ჯერჯერობით ლაგატკას გავს არა დავხვეწავ შემდეგ გამოსვლაზე კარგ ფორმას მივცემ ეხლა უბრალოდ გათლილი ჯოხია და სხვა არაფერი ნაჭერი მაქვს წამოღებული ხორის ხორცი თავიდან ვფიქრობდი რომ ცეცხლს დავანთევდი მაგრამ არც დრო არის მაგის თან სიმართლე გითხრა მეზარება ხო და მაგ სპეციალური პატარა ბალონი და გაზი ყოველთვის იმ ჩანთაში მინდებს და ეცდები მან გავაკეთო ხორცი გაყინული მქონდა ოღონ შინაური არა ოჯახში დაკლული და მთლიანი ნაჭერი მქონდა და დავყავი ესე ნაჭრებად და გავყინე გადავფუთე გრინში გავყინე როცა ესე სადმე მივდივარ შვენივრად აურა კაი ნაჭერია მე მიყვარს ზოგადად ესეთ პატარ-პატარა ქონები რო აქვს შერეული იმიტომ რომ ჭკლი არ გამოდის ძალიან მშრალი რა ძალიან კაია ეხლა ეს რადგან ჩემთვის სქელია იმიტომ რომ ცეცხლი როგორც გითხარით წეღან არ ვიცი მეყოფა თუ არა იმედია მეყოფა ჯობია რომ თხლად გავჭრა და სავარაუდოდ მთლიანსაც არ შევწვა ეს ორი ნაჭერი სრულიად საკმარისი ადამიანი რო დანაყრდეს ეს ქარმარო ჩაქროს ეს წყალი გადავავლოთ მეგობრებო ცოტა ზეთი მოვასხიდა მე მგონი ცოტა კიდე უნდა ესეთი მაგარი აი ზეთის და რაღაცეებისთვის განკუთვნილი საშუალებები მაქვს ვაიმე დამეწვა ეს არის ზეითუნის ზეთი არავითარ შემთხვევაში არ იხმაროთ ეს ზირის ზეთი იმიტომ რომ არ არის სასარგებლო ცოტა ცერად იდგა თან ვერ ხედავდი გას რა დონეზე ენთო და მაგის გამო შევიცვალე ადგილი აი ყველა სუნელი მაქვს რაც კი შეიძლება ადამიანს დაგჭირდეს ცოტა გამოშრასავით და მე მგონი მოუხდე და ზეითუნის ზეთი ცოტა უდანი ბევრი არა ისეთი სუნია აიხლა ადამიანი კი არა გელი გამადგება თავზე წამოღებული არ მქონდა ბევრი რამე და მომზადებელი ვარ მომიწევს ტაფიდანვე ჭამა ეხა ეს ერთი ნაჭერი ჩამოვჭერი და ხმას ვერ ვიწერდი ამიტომ
უნდა გავამეორო. სხვათა შორის ძალიან კი აუღნიშნე, მაგრამ კიდევ ვიტყვი არ მეზარება. ანუ გარედან ძალიან დაიბრაცა, იმიტომ რომ ცეცხლს ვერ ვაკონტროლებდი, ანუ თვალის შუქი, ანუ თვალით არ ჩანდა რა, მზე რო არის. და შიგნიდან არის ძალიან წვნიანი რა. ძალიან გემრიელია, მოიცა ამნაჭესაც ეჩვენოთ. უფრო შუაზე გავჭერ. ნახე. მე სხვათა შორის ძალიან იული დასაღეჭია. ანწვნიანია, ოღონდ მართლა რა. ძალიან გემრიელია. ზოგადად ხორცის გემო თუ გინდა გაიგო, ერთ-ერთი საჭირო რაც არის მარილი. და ნუ ხახვია თქმა უნდა. მაგრამ აი რო შეაფასო ხორცი როგორ იყო, უბრალოდ მარილით საკმარისია. იმიტომ მიყვარს ესეთი ნაჭრები, რომ აი აქ ახლა აი ნახე. შიგნით ეს ცხიმები არ აძლევს ბოლომდე გამოშრობის საშუალებას. ხორცს და ძალიან გემრიელი გამოდის. წინ მზე ისე იმაშვება ურტყავს, რომ სათვალეები გავიკეთე. სახის ვეღარ ვასწორებდი, რომ ესე 1-2 სიტყვა მეთქო თქვენთვის. თბილისიდან გინდათ 15 წუთი, არც 20 წუთი. ნორიოზში ვარ, რავი, ზუსტად კონკრეტული ადგილი არ ვიცი, მაგრამ ეგრევე გდანის ციხეებიდან რო წამოხვალთ, ხელმარცხნივ რაც არის, აი ნაგავსაყრელს უნდა გაცდეთ და მე არის ხელმარცხნივ ასახვევი და იქ თხარ სადაც გინდათ ნებისმიერ გზას რო აყვეთ, მაგრამ ძალიან მაგარი ბუნებაა რა. ეხლა მე ვფიქრობ, ისე გემრიელად ჩავატარე ეს დღე და კაი მწვადი ვჭამე და ჯერ დრო კიდე წინ არის. აგერ ასკილი არის და ასკილს მოვკრფავ, შაქარი მაქვს რა თქმა უნდა და პატარა ფინჯანში ჩაისაც მივირთმევ ასკილისას. ვისაც გიყვართ ასკილის ჩაი, ლაიქ. თუ არ დაალაიქებთ, არ გამოვა ის. სიმძიმე არ აქვს და არ ჩერდება. ოპაც. დასალევი წყალი აღარ მაქვს. ესეთი ასკილები გვაქვს. სხვათა შორის ძალიან წიფია ესეთი ასკილი. გაიხანია, არ დამიკრებია. ვაყაროთ. გამაგრებულია. აუ რა არომატია.
ბიჭო არ მეკონა. ანუ მაგ დალეული, მაგრამ თქოს არ მახსოვდა. რაცხნის სხვა სუნი გამოუშვა. ეხლა ესენი სხვადასხვა გემოთი. აი ესე ეხსაცა ზის ჩასვლაც დაიწყება. მაგასაც გემრიელად უყურებ და წავალ მერე შინ. მე ვცდილობ რომ ამოვიდე ხოლმე და განვიტვირთო და თქვენ თუ არ გინდათ იყავით ძაღში, რა გავაკეთო? ბიჭო ძალიან კაია. ეხლა ბევრი რო არ მოგაწყინოთ. გავჩუნდები და დავტყვევი ამ სიჩუმით, ჩიტების ჯიგჯიგით, ნიავის ხმით. მაინც თქვენზე მოგხვედებ, ხო? არა უშავს. აგე, შაშვით შევთან ერთად არის. აუ რა კაია, ბიჭო. всё, დღეისათვის სულ ეს იყო. ფიქრობ ძალიან რო არ გაიწელოს ვიდეო. აქვე დავამთავრებ. 1 საათ ნახევარში ალბათ ჩავამზე. თუ კიდე გავჩერდი მაგამდე, გადავიღებ დრონით კაი კადრებს. თუ არ გავჩერდი, წავალ და ბოლოც ეს იქნება. კარგი დღე ყველას, წარმატებული დღე. რას თავარია, გამოიწერეთ, დაალაიქეთ, გაიზიარეთ, კომენტარებში დამიწერეთ რას ფიქრობთ. ნელა როგორც თავში გითხარით, გავააქტიურდები და უფრო ხშირად დავდებ ხოლმე ვიდეოებს. აბა, დროებით.